Dans cette nuit j'ai envie de me perdre. Le son de la ville me rend amoureux. Omshi omshi Belgias estumra. მოგზაურობამ კი ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაიარა. ჩამოვედით ეიდოვენში, სადაც გიორგი უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ გიორგი არ არის არც საიძე არა. ადამიანს უკვე აღავგავა. მატარებელში გავიგეთ, რომ დეას სახლში დარჩა ბარგი. ეხლა ვართ ერთ-ერთ სადგურზე, სადაც მოხდა სროლა და დაკეტილია აქავრობა. ორმა ადამიანმა ისროლა კალაშნიკოვებით და BBC-ზეც იყო ეს და ეს ადამიანები გაიქცნენ. გამარჯობა მეგობრებო. აბა თუ გამოიცნობთ სად ვარ. ჩემ საყვარელ ადგილას ვარ, ქუთაისის აეროპორტში და მე და დეა მივყინავთ დორტმუნდში და უნდა ვიმოგზაუროთ ბელგიაში. მოგზაურობა როგორც ყოველთვის პრობლემებით დაიწყო. დეა სულ რაღაც 2 წუთით ადრე მოვიდა მატარებელზე და კინაღამ საქართველოში დარჩა. მატარებელში გავიგეთ, რომ დეა სახლში დარჩა ტანსაცმელების ბარგი, მაგრამ რაც მთავარია მაღალხოსლიანი ფეხსაცმელები არ დარჩა. დეა ადრე გერმანიაში სწავლობდა და ვადაგადაცილების გამო საზღვარზე არ უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ გამოუშვეს და ნახოთ შეუშვებენ თუ არა გერმანიაში. ასე და ამგვარად ქუთაისის აეროპორტიდან გავიმართეთ დორტმუნდში. როგორი მგზავრე? რა თქმა უნდა, ასკაციან თვითფრინავში მე უნდა ვიყო ის ირგვლიანი, რომლის წინაც ორი პატარა ბავშვი ზის. ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არა უშავს, თავარია საზღვარზე გადავიშვა და მეტი არაფერი არ მაღელვებ. აღსრულდა ნებაი ჩემი. Ich bin hier in Deutschland. საქართველოში გაბრუნება არ მიწევს, მინიმუმ 5 თერორლამდე და შეიძლება გაგრძელდეს ჩემი მოგზაურობა, ნახოთ ცხოვრებას მიჩვენებს. დორტმუნდიდან გავიმგზავრეთ ეიდოვენში, სადაც ჩვენთან ერთად მოგზაურობას გიორგი შემოუერთდება. ჩამოვედით ეიდოვენში, სადაც გიორგი უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ გიორგი არ არის არც საიძე არა. სავარაუდოდ ძინავს. მოვიდა გიორგი ხალხო. უბრალოდ დაგვიანებით. ეიდოვენიდან კი გავიმგზავრეთ ბელგიის პირველ ქალაქში ანტვერპენში, საიდანაც იწყება ჩვენი მოგზაურობა. მივდივართ მატარებლის სადგური სადაც არის და იმიტომ მივდივართ რომ ძალიან ლამაზი სადგური არის თვითონ და აი თქვენ თვითონაც ნახავთ გავუცდებით. ეს არის მატარებლის სადგური ხალხნა. ცხელები ანტირეკორდი დავამყარე პროდუქციას. კარგია. გიორგი, ყოველი ინჟინერების შემცველ საკვებს გვირთმევს. აი გიორგი ყავას იკეთებს. რა ღირს გიორგი ყავა? ახლა მე ჩემი საყვარელი ყავა. 2 ცენტი. 270 ლარი ხდება. ჩემი ყოველდღიურად ეგრე იწყება რა ყავით ზოგადად აქ აგრე ვცხოვრობ ჩვენ.
მოვედით ახლა მოლში. ნუ ქალაქი მუზეუმია მართლა. ესე იგი დეამ შეარჩია საყურეები მე. ძალიან ბევრი რამ შეარჩიე. მოკლედ ეს არის მაღაზია, რა ქვია? Flying Tiger-ი. Flying Tiger-ი, რომელშიც საკმაოდ კარგი ფასებია, საჩუქრები ან რამე თუ გინდათ და საყრელობა საჩუქრები. კი ბატონო და არის მოკლედ მგონი ყველა ევროპის ქალაქში, ხო, თითქმის. ბედნიერი ხარ გიორგი, კარგია დალოდება? რა გავსწრება, როცა მარტო მოგზაურობ და როცა მოგზაურობ ხელთან ერთად. როცა მარტო მოგზაურობ, შეიძლება წყლა იზიდე და ამაზე არ დაგდო წყლა რო იზიდე. როცა ხელთან ერთად მოგზაურობ, წყლა დგახარ, ბატონს არ მოგწევს. ისიც მაგინდა რომ არ მოგწო ჩვენთან ერთად? აი, წყლა დგომართ. მოკლედ აქ ყველგან ყრია მარილი, ძირს რომ არ ასრიალდეს ადამიანი, იმიტომ რომ მოყინულია. აი ესე და ძალიან კომფორტულია მოკლედ. ეხლა მივდივარ შოკოლადის ქარხანაში, პირველ საათზე გვაქვს ბილეთები ნაყიდი და ნახოთ ეგ ადგილი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა წინაზეც რომ ვიყავ. ბილეთები ვიყიდეთ წინასწარ ონლაინ, გადავიხადეთ 60 ლარი ერთ ადამიანზე. გამოვედით, ძალიან მოგვეწონა. ვისიამოვნეთ და ეხლა გავალთ გარეთ. ეხლა ვართ შანხაის ქუჩაზე. ძალიან ბევრი ხალხია. ყველაფერი ჩინურია აქ. რა ხდება აქ არ ვიცი, დავცდილობ მივიდე. დია, მაგარია? აი. სიგიჟეა. აზზე დია, სიგიჟეა. კომიქსების მაღაზიას მივაგენით. პირდაპირ ხედავთ ანიმეებს. DJI დავტენეთ და დაგიბრუნდით. ხლა მივდივართ კათედრალთან. ეხლა ვართ სინტ იაკობსკის, არ ვიცი სწორად თუ კითხულობ. იაკობსკის ტაძარში და მოკლედ აქ ყველა ტაძარი ძალიან ლამაზი და ეკლესია ყველა ეკლესია ულამაზესია. ეს არის ბრაბოს მონუმენტი და ჩვენ ვართ ახლა ცენტრალურ მოედანზე, რომელიც გამეთახვევით რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება.
მოკლედ ვიყავით ახლა კარიფურში და ვიყიდეთ საჭმელები. დაახლოებით გადავიხადეთ ერთი სენდვიჩი 3 евро და 5 ცენტი ღირდა პატარა წყალი და საკმაოდ ძვირია სიმართლე რო გითხრათ ანტვერპენი, მაგრამ ჩვენი კარიფურში ვიყიდეთ და თან ცენტრში და ალბათ ფასებზეც იმოქმედა მაგან. ეხლა მოვედით ერთ-ერთ პაბში და ბავშვები აპირებენ რომ ძალიან ლუდი. გამოვედით ახლა პაბიდან, ბავშვები დათვნენ, კვანცალებენ. მივდივართ ახლა ავტობუსის გაჩერებაზე. და არ მჯერა რომ ხვალ საწოლში დავიძინებ. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უცნაური ის არის პარიზში მოხვედრა კი არ გვიხარია, ხო რომ დავწვევით საწოლში, ეგ უფრო გვიხარია. ანტვერპენიდან კი მოგზაურობა პარიზში გაგრძელდა, თუმცა პარიზულ ამბებს ჩვენ შემდგომ ვიდეოში იხილავთ. ამისთვის კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააყენეთ ზარის ღილაკი. ჩვენი მოგზაურობა კი ბრიუგეში გრძელდება. ჩამოვედით ბრიუგეში, უკან დასაბრუნებელი ვიყიდეთ ადგილზევე ცენტრალში 7.5 ევროდ და რომ საათზე გვინდა იმ საათზე წავალთ უკან 11 საათამდე. კი ბატონო, ოღონდ ეს 26 წლამდე. 26 წლის ზემოთ ფასი სამწუხაროდ არ ვიცით. ვართ რა თქმა უნდა ბრიუგეში და აქ რა უნდა გააკეთო თუ არა ქუჩებში უბრალოდ სიარული, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. ანუ აქ კონკრეტულს ვერაფერს ვერ ნახავთ, ვერ აიღებთ რომელიმე მიმართულებით გეს, მაგრამ შეგიძლიათ რომ უბრალოდ ქუჩებში ისეინოთ და დატყვეთ აქაურობით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა. ეხლა მე დავწურავ პორტოხალს, ფრეშს და ვიყიდით. ეს ღირს евро და 79 ცენტი. მოკლედ ეხლა მივირთმევთ ტრადიციულად ქუჩაში, ეკონომიურად. ცნობილი მაღაზიის წინ. ხო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტი. ნუ, კვება არც ისე იაფია ბრიუგეში, მაგრამ სუვენირებია იაფი. ამიტომ შეგიძლიათ სუვენირები იყიდოთ, მაგრამ არ ჭამოთ. მოვედით ახლა პაბში და ბავშვებმა რა თქმა უნდა ლუდი უნდა ძალიან. ესეთი გარემოა. გიორგი გაბრაზდა, იმიტომ რომ ბოთლის ლუდი შეკვეთა და უნდა და ჩამოსასხმელი. მე შევკვეთე ეს. ესე იგი, მე შევკვეთე პორტოხლის წვენი, რომელიც 5 და 50 евро ღირს და წეღან ნატურალური, ანუ ფრეშად გამოვწურე, დაახლოებით евро და 80 ცენტად. გაგიმართოთ. მე შემოყვეთე ლოკალური ლუდი, რომელიც არის წითელი და ყავისფერი, ითარგმნება. არ ვიცი რა გამოსიძებს მქონე ეგეთი. ნახოთ როგორი იქნება. ისე დრო შემოგვიყვება და ყველაფერი დაკეტილია. უფრო ძვირი დაგვიჯდა სხვა ქალაქებთან შედარებით. თორემ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიყიდეთ კიდე ძალიან ბევრი საჩუქრები. ამიტომ მხოლოდ ამაში საჩუქრებს გადავხდეთ 25 евро. ჯამში დაგვიჯდა ბრიუგე რამდენი იცი? 40. ვიმარჯვოთ, გავუმარჯვოთ ჩვენს მოგზაურობას.
მეგობრებო, ბრიუსელში არ შეიმჩნიოთ ეს ჩემი შარფი, რომელზეც მიკეთია. ესეთი არის ბრიუსელის მეტრო, ზუიდ ასე ქვია. აქ არის თან ლოქერები, სადაც შეგიძლიათ ჩანთა დატოვოთ. ესეთი ველოსიპედის სატენები არის, თან შეგიძლიათ დატენოთ, თან გათბეთ, ივარჯიშოთ და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან მაგარია. დეა ცდილობს რომ დატენოს, მაგრამ ჯერ არც კი წაიღო. მიდი დეა. დილა მშვიდობისა. დღეს ბოლო დღე არის ჩვენი ბრიუსელში ყოფნის. მერე უნდა გავიდეთ ცოტა ქალაქში, მერე წავიდეთ სახლში. მოკლედ შემოვდიოდით მეტროში და დეა მიყიდა ბილეთი ხო და არ გატარდა და ვიღაცამ გაუტარა და შემოდიოდა და გაეჭედა კარებში ორჯერ. დეა როგორ იყო გაჭედვა? ძალიან საინტერესო შექმნება ეხლა ვართ ერთ-ერთ გაჩერებაზე, ერთ-ერთ სადგურზე, სადაც მოხდა სროლა და დაკეტილია აქაურობა. ორმა ადამიანმა ისროლა კალაშნიკოვებით და გადაკეტილი არის სადგური, ძალიან ცოტა ხალხი არის. აქ ტელევიზია არის და BBC-ზეც იყო ეს ყველაფერი. და ეს ადამიანები გაიქცნენ. წავედით და როგორ დამთავრდება ეს ამბავი? და კიდევ შენობაში არიან ეს ადამიანები ცნობისთვის. 2 საათნახევით გადაიდო ჩვენი ფრენახო და გვისურვეთ გამძლეობა. აქ დამთავრდა მოკლედ ჩვენი მოგზაურობა. იმედია რომ მოგეწონა, ჩვენ ძალიან მოგვეწონა. ძალიან ვისიამოვნეთ და შემოგიერთებით შემდეგი მოგზაურობებით. მეგობრებო, არ დასრულებულა ჩვენი თავგადასავლები. ჩვენი ფრენა გადაიდო დილამდე და ეხლა მივდივართ სასტუმროში, მივყავართ სასტუმროში. უნდა დაგვაბინაონ დილამდე. ველოდებით ეხლა არ ვიცით რა ხდება მოკლედ ზოგი გაუშვეს სასტუმროში და ეხლა ჩვენ გვითხრეს რომ სასტუმრები აღარ არისო და თვითონ დანახოთ რაიმე სასტუმრა თვითონ გადაიხადოთ და წასვლისას მოსვლისასო სასტუმროში დარჩენისას და მერე აგინაზღაურებენო. ხო და ზოგმა ადამიანმა თქვით ამ ყველაფერზე უარი, რახან უკვე 12 არის ღამის და დილის 6 საათზე მაინც აქ უნდა მოვიდეთ და მოგცემენ აქ საძილე ტომრებს და რაღაც საჭმელს სამხედროს და მოკლედ გრძელდება ჩვენი ვოიაჟი, ჯერჯერობით არ დასრულებულა ისე ბრიუსელში ვარ და ვერთობით მოვედით რაღაც სპეციალურ ოთახში. ადამიანებს გვამზადებენ რისთვის არ ვიცით. მოგესალმებით Hunger Games-იდან. ეს არის ჩვენი ოთახი. აი ესეთი საწოლები არის მშვენიერი. და მოგწონს არა? ძალიან მოგომზადებენ ნელა თამაშებისთვის იქ. დიახ, რომელ ფრაქციას ირჩევ? არ ვიცი, დავფიქრდები კარგად, დავფიქრდები. რადგან ჟამი ჩვენი გაფრენისა, აქ დაგემშვიდობებით. ნახვამდის. აბა. კარგად და შემდეგ შეხვედრამდე. ძალიან კარგი მეგობრებია. ვინ არის სალომე? სალომე, ძალიან მიყვარხარ.